ვინმე თუ ამოგიღიათ მიზანში და მე შეგწოდებიათ. ყოფილა ეგეთი მომენტი. არა. მე შემიძლია გითხრათ აფხაზეთის ომის დროს მაგალითად ასე ვთქვათ პანიკაში ჩავარდნილებს როგორ ვაჩერებდით. როგორ ვაჩერებდით? შეიძლება ზედმეტად სიმკაცრედ დამწამოთ, მაგრამ როდესაც ერთი ადამიანი პანიკაში ვარდება ფრონტის ხაზზე, ჩათვალეთ, რომ ის პოზიცია მოხსნილია, იმიტომ რომ საერთოდ პანიკა არის გადამდები. ამ შემთხვევაში ყველაზე კარგი გამოსავალი არის კვირის თავის გახვედა და გამოყვანა მისი წყობრიდან. ტკივილი აუტანილია მაგ დროს და მას გადააქვს ყურადღება იმ ტკივილზე და აღარ ყვირის ვაიმე მიშულეთ მტერი და ასე შემდეგ. განსხვავებულია მოკლე ეს თქვენი აზრით, თუ თავი მოიკლო. მე არ მგონია რომ მოეკლათ.